ექსპერტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, როგორიც არის თუნდაც ის, როგორ შეიძლება გადავიდეს ბიოლოგიური მასალა კონკრეტულ შესაბამის ნივთიერებებზე, ნებისმიერ ნივთზე როგორ გადადის ბიოლოგიური მასალა, მაგალითად შესაძლებელი არის თუ არა, როდესაც მე ნივთს არ ვეხები, მაგალითად საუბრის დროს გამოყოფილი ნერწყვით გადავიდეს ბიოლოგიური მასალა, რაც შესაძლებელია აბსოლუტურად, ასევე შესაძლებელია თუ არა ბიოლოგიური მასალა გადავიდეს ნივთზე თუ მე მას არ შევეხები, თუმცა ის მოთავსდება ჩემს ჯიბეში, რომელ ჯიბეში ცხელი ჩამიყვია ძალიან ბევრჯერ, მაგალითად. ასეთი კითხვები ქონდა ექსპერტთან, ბრალდების მხარე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ გაეცა ექსპერტს, აბსოლუტურად ყველა მსგავს კითხვაზე აყენებდა შუამდგომლობას და სამწუხაროდ სასამართლო უკმაყოფილებდა ამ შუამდგომლობებს და შესაბამისად არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ეს ძალიან მარტივი და ჭეშმარიტ კითხვებზე პასუხი მიგვეღო. აღნიშნულ ექსპერტს სავსებით, ეს ვთქვათ, დიდი პროცედურის დარღვევით აქვს ნაწარმოები წებოვან ლენტებთან მიმართებაში საერთო ანაწმენდების აღება. ვინაიდან, როგორც ცნობილია, დასკვნიდან გამომდინარე, არსებობს 5 ინდივიდუალური და დამოუკიდებელი წებოვანი ლენტი. ვინაიდან ის ჩადებული ნარკოტიკი, როდესაც ამოიღეს, იყო 4 დამოუკიდებელი შეფუთული მასალა, შესაბამისად, მათ შორის გადაფუთული იყო წებოვანი ლენტით და ბუნებრივია, ექსპერტმა გამოიკვლია 5 დამოუკიდებელი წებოვანი ლენტი. თუმცა, ჩვენს მიერ, როდესაც დაესვა კითხვა, რატომ ჩატარდა ანაწმენდების აღება ამ გზით, ანუ რატომ ჩატარდა საერთო წესით და ერთი და იგივე ჭხირით, ერთი და იგივე ტამპონით წასმა რატომ მოხდა თითოეულ წებოვან ლენტთან მიმართებაში და რატომ არ განხორციელდა ინდივიდუალური ანაწმენდების აღება, ექსპერტს ჰქონდა რამდენიმე წამიანი შუალედი და ვერ განმარტა ფაქტობრივად ვერ მივიღეთ პასუხი, ეს ესე რატომ გააკეთა, გარდა იმ პასუხისა, რომ ყოველთვის ესე აკეთებენ.